სიცილი მძლავრი რეაქცია, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო ამბების საპასუხოდ შეიძლება გქონდეს, შეიძლება იცინო კარგ ხუმრობაზე, ან იცინო ტკივილისგან, რადგან არ გინდა იტირო. შეიძლება იცინო სასოწარკვეთისას, ან დასცინო ძალაუფლების მქონეთ, იმისთვის რომ მათი ძალაუფლება შეარყიო. შეიძლება პირიქით პოლიტიკური ძალაუფლების მქონენი დაქცინოდნენ და ამისთვის იყენებდნენ სხვადასხვა პროპაგანდისტულ საშუალებებსა თუ Facebook page-ებს, ამას უკვე ჰაჰაგან დაჰქვია, როცა მოვლენების თუ ადამიანების, ასე ვთქვათ, გაშავებას ცდილობენ თუ 100 წლის წინანდელ პერიოდულ გამოცემას ეშმაკის მათრახს გადავავალებთ თვალს, იქ საერთოდ ნათქვამია, რომ სიცილი ორგვარია, ერთი ღლიცინი, რომელიც მდარე იუმორის საპასუხოდ შეიძლება გქონდეს და მეორე ნამდვილი იუმორი, რომელიც შეიძლება ცრემლზე მწარეც კი იყოს. საქართველოში იუმორისტულ სივრცეებს ხანგრძლივი გზა აქვს და ბოლო წლებში უფრო ახალი და ახალი სათქმელი შინაარსები და ფორმებიც ჩნდება, მათ შორის სტენდაპი, რაც ქართული სცენისთვის ახალია. კომიკოსი ანა სიხარულიძეა დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც დაგველაპარაკება სიცილის ფენომენზე, იუმორის სხვადასხვა სახეებზე, სტენდაპ კომედიაზე და სტენდაპ სცენაზე, როგორც ახალი შინაარსების და წესრიგის გადალაგების სივრცეზე. ეს უკანონო პოდკასტია, მე გიორგი ბასხაჯავრი ვარ და ახალი ეპიზოდების ნახვა ყოველ სამშაბათს სამღამოს 7 საათზე YouTube-სა და Spotify-ზე შეგიძლიათ. მადლობა დიდი მოსვლისთვის. პრინციპში პირველ რიგში აი სტენდაპ სცენის ნაწილი ხარ, ქართული სტენდაპ სცენის და პრინციპში თქვენ რაღაცნაირად ახალი გზა გაჭერით აი ამ იუმორისტულ სივრცეში ხუმრობისთვის და რაღაცნაირად სხვადასხვა საკითხის მოკლედ იუმორის გზით გადამუშავებისთვის. როგორ დაახასიათებ რაღაცნაირად იმ სკოლას თუ იმ სივრცეს, რაც არსებობდა ჯერ 2000-იანებში, უფრო მედიაში უფრო აქტიურად მანდედან ჩნდება რაღაც გადაცემები მათ შორის და ზოგადად იუმორისტულ სივრცეს როგორ დაახასიათებ საქართველოში და როგორ ფიქრობ, რით განსხვავდება ის მიდგომა თუ წარმოდგენა იუმორზე, რაც თქვენ შემოგაქვთ უკვე რაღაცნაირად რამდენიმე წლის წინ პრინციპში ეს აქტიურად დაიწყოთ სტენდაპების კეთება. გამარჯობა პირველ რიგში. ხო, მე რო ეხა 2000-იანების დასაწყისში რახან ახსენე, ნუ ბავშვები ვიყავით ჩვენ. იდეაში ეხა მთელი იუმორის სახელით, ნებისმიერი ტიპის იუმორის სახელით ვერ ვილაპარაკებ. შემიძლია გითხრა, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც არის სტენდაპი. სტენდაპის კულტურა არ არსებობდა რა. ანუ აი მაგალითად მე რო ტელევიზორში მენახავ რაღაც და ამის გაკეთება მეც მინდა რომ გავიზრდები, კომიკოსი, სტენდაპერი უნდა გამოვიდე. ესეთი ხატი არ ქონდა სამწუხაროდ. ერთადერთი მსგავსებული რაც იყო ხოლმე აი იუმორინაზე რო იყო რაღაც ერთი ტიპის ერთი ადამიანის მონოლოგი. აი მაგაზე ახლა თქვა ბებია ჩემს რო აუხსნა სტენდაპი რა არის, სხვას ვერაფერს ვერ მოვიშველიებ. მე უფრო სკეჩ კომედია იყო, უფრო საქართველოში, მეც მახსოვს და აქედან იქით ვიყურები და მე შემოვიდა ის აი რა იცი late night shows ფორმატები. როგორც რატომღაც ეგ სტენდაპის გარეშე გადმოიტანეს. ახლა როგორც იცი, ყველა late nights უხსნის კომიკოსი და ეგ ჩვენთან არ იყო ხოლმე რაცა წამყვანის მონოლოგი ცალკე. სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი არ მოგცა ჩვენ რომ მაგალითად sketch კომედიაში წავსულიყავით ან რამე გადაცემა გავუკეთებინა, გვექნებოდა რაღაც აი გზა უკვე გაკვალული ან რაღაცებს ვისწავლიდით და ასე შემდეგ ფაქტობრივად ნულიდან მოგვიწია დაწყება ყველაფრის. კი ბატონო, აი მე სატელევიზიო ამბებზე რო ვახსენეთ და ეხლა პრინციპში ეგეც იცვლება რომ რაღაც მაგალითად იუმორი უფრო სატელევიზიო და ნუ პრესაშიც არსებობდა ის რაღაც ანეკდოტები რომლებიც იყო სრულიად უხარისხო ხოლმე და მე პერსონალურად მაქვს ნაკვლევი სატელევიზიო გადაცემებში იუმორისტული გადაცემები და იქ ხუმრობები და
მე უკვე რაღაცა stand-up სივრცეც იმით განსხვავდება მაგ იმისგან სატელევიზიო გადაცემებისგან, რომ რაღაცნაირად ხუმრობის უფლება, ან ვინ არის ხუმრობის ობიექტი სრულიად სხვადასხვა რა. მაგალითად, სატელევიზიო გადაცემებში ჩემი დაკვირვებით ხშირად ხუმრობდნენ კაცები, ან მეტად არის, ან ვის აქვს სიცილის უფლება და ვინ შეიძლება იცინოს და ვინ შეიძლება იყოს ობიექტი, ძალიან ისე მკაცრად განსაზღვრულია ხოლმე რა. სატელევიზიო გადაცემებში ხშირად ესე ხდება, რომ ქალები ან დამატებასავით, ან afterthought-ივით ჩანან, რაღაცა გვიანდელი ფიქრივით ჩანან ამ იმეებში, სატელევიზიო იუმორისტულ გადაცემებში. ძირითადად სცენარისტებიც არიან კაცები, ხუმრობენ ძირითადად აუდიტორიისთვის, რომლებიც ალბათ კაცები უნდა იყვნენ, რა კი ესე ხდება, მაგრამ ამ stand-up სივრცეზე და მე რაღაცნაირად გამოხმაურებამ რაც გავარდა რა, ეს რაღაცა საჯარო სივრცეში, ეს თქვენი ინიციატივა შეიძლება არ იყო, მაგრამ stand-up სივრცის ნაწილი იყო, გამოაჩინა ის, რომ როცა ხუმრობენ ქალები შეიძლება ბევრად უფრო კრიტიკულად რეაგირებდეს მაგაზე აუდიტორია, ვიდრე როცა ხუმრობენ კაცები. აი ეს სიცილის უფლება რამდენად გარანტირებულია და რამდენად განსხვავებულია ის მიდგომა, რითაც ვაფასებთ სხვადასხვა აქტორს, რომელიც შეიძლება სცენაზე იდგეს რა. თუ გადაცემაში იჭდეს. კარგი კითხვა. მან რაც შემიძლია გითხრა, მეტი თავიდან რომ დავიწყეთ, მეტი გამოხმაურება ყოველთვის ქონდა ხოლმე გოგო კომიკოს. პრინციპში ნინიკო იყო ერთადერთი ვის ვიდეოსაც ვდებდით. ეხლა რაც უნდა წარმოიდგინო, რომ ჩვენი კომედია, სტენდაპერების არის live კომედია, ცოცხლად ხდება. და ჩვენთან ვინც მოვა აუდიტორიაში, ეგ სივრცე არის სრულიად უსაფრთხო პირიქით, რაც ძალიან შემაგულიანებელი შეიძლება იყოს ნებისმიერისთვის, მათ შორის ქალებისთვის თუ სხვა მარგინალური ჯგუფებისთვის, როგორც გინდა, მაგრამ როგორც კი ამ სივრცეს გაცდები ხოლმე ეგრეთ წოდებულ bubbles, მერე ყველაფერი იცვლება. და იცვლება რატო? ჯერ ერთი სამწუხაროდ არ გვყავს ბევრი ქალი კომიკოსი, რაოდენობრივად რო აიღოს შეიძლება რა 5%-იც არ იყოს. ეხლა მაგალითად აქტიურად მარტო მე და ნინიკო ვაკეთებთ, გვემატებიან და გვაკლდებიან ხოლმე, როცა სტაბილურად გვყავს, თქვათ, მამაკაცი კომიკოსები. და ეგ გამოწვეულია შეიძლება იმით, რაც შენ თქვი, რომ ჩვენ რაცა ვიზრდებოდით, არ გქონდა თქვა გოგოებს ვიღაც, ვისაც შევხედავდით და თავს გავაიგივებდით და ქალებიც ხუმრობენ, ეს თემა შეიძლება არ გქონდა და მაგიტო შეიძლება ნაკლებად ფიქრობდნენ კომედიის გაკეთებაზე გოგოები და მეორე ფენომენი არის დამოკიდებულება რა. აი მაგალითად შენ რო ვაკეთებდა ჩვენთან stand-ups, ახლა ერთი მაგალითით ავხსნი, რა განსხვავება, როგორ აღიქვავს საზოგადოება ქალ კომიკოს და კაც კომიკოს. მაგალითად მე და შენ ვთქვათ, ორივე კომიკოსები ვართ და ჩვენ stand-up თბილისის გვერდზე დავდეთ შენი ბითი, რაც კომედიური რუტინა და ჩემი კომედიური რუტინა, რომელიც ორივე არის საშინელება, აი ბომბავთ, ძალიან ცუდი არის რა. ორივეს შეგვამკობენ, გვეტყვიან, რაც საჭირო, ნეგატიური კომენტარები წამო, ან შეიძლება კიდევ უარესი საერთოდ არავინ არ ნახოს, იმიტომ რომ ცუდია. შენ დაგიწერენ, რომ გიორგის არ აქვს იუმორის გზნობა, შენ დაგიწერენ ამას და მე დამიწერენ, რომ ქალებს არ აქვთ იუმორის გზნობა ზოგადად. ანუ მე რაც თუნდაც თითქოს იდენტობა არ მაქვს, მე წარმოვადგენ აბსოლუტურად ყველა ქალს სამყაროში. და აი სხვათა შორის ვიცი გოგოები, რომლებიც წყლობით დადიან ჩვენთან, ვიცი რომ უნდა გამოსვლა და ვერ ბედავენ, როცა შეიძლება, რა ვიღაც ტიპი მთვრალი იყოს ბარში და რადგან open mic-ის პრინციპია და ყველა შეუძლია გამოსვლა, წამყვანი იტყვის ვინმეს ხო არ გინდათ 5 წუთის სცენაზე და მომზადებლად ისე რომ მანამდე არც უფიქრია ამოდის სცენაზე. როცა სხვები, თქვა გოგოები ვერ ბედავენ და მიკითხავს, რატო არ ამოდიხარ? და ერთი არის ხოლმე, რომ ისი არის publicity-ით არა, შიგნით ან ჩვენ სოციუმში, რომ გოგოებს ასე თუ ისე კარგად გამოსდით და არ მინდა ეს ვთქვათ გავაფუჭო მე და მეორე ალბათ მაგისი ნაწილი არის, რომ სირცხვილის მიმართ უფრო გრძნობიარეები ვართ. ანუ
თავის შერწხვენის მიმართ უფრო გვეშინია რომ თავი შევერწყვნოთ. რაც არის სტენდაპის 90%, მაგას აკეთებ რა. Open mic-ზე ეგ არის 90% და 10% არის შეიძლება რომ კარგად წაგივიდეს რაღაც. ანუ მაგ გამბედაობის გარეშე და მაგის გადალახვის გარეშე სცენაზე ვერ ახვალ. უბრალოდ ამის გამო ვერ ადიან და რა თქმა უნდა ფაქტობრივად კულტურულად არის განპირობებული, იმიტომ რომ მე რო სცენაზე ავდივ არ მარტო ჩემ თავს კი არ ვარცხენ, მე ვარცხენ ყველა ქალს, მე ვარცხენ მამაჩემს, მე ვარცხენ ჩემს ძმას და ასე შემდეგ. და ეს ამ ტიპის ეწოლის გამო ნაკლებად ამოდიან გოგოები, ანუ ამ გრძნობიარობის მიმართ, სირცხვილის მიმართ, რომელიც მეტი გვაქვს, ალბათ ქალებს და მეორე ის, რომ ხატი არ ქონდა, რომ უიქალებიც ხუმრობენ და შეიძლება იხუმრონ. ეგ სტანდარტი რომ რაღაცნაირად იცვლება თუ პრინციპში ეს რაღაცა ლოკალური შემთხვევები მაინც თუ რაღაცნაირად ახალ ლოკალურ შემთხვევებს მაინც ეს ახალი ამბები მოაქვს, მე შეიძლება ეგ განზოგადდეს და რაღაცნაირად დროთა განმავლობაში უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინოს იმას, რაც ახლა ლოკალურად რაღაც სცენაზე კონკრეტული აუდიტორიისთვის შეიძლება ზოგჯერ მცირე აუდიტორიისთვის აკეთებს ადამიანი და მაგასთან ერთად გარდა იმისა, რომ ვინ ხუმრობს, მაგას აქვს მნიშვნელობა აი ბოლო წლების განმავლობაში პრინციპში სულ ვართ სირთულეში რაღაცა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ადამიანები თავისუფლებას კარგავენ და შეიძლება ეგრე იფიქრო რა ან ჩათვალო რომ რა დროს სიცილია მაგრამ აი ეშმაკის მათრახი იყო ესეთი სატირული იუმორისტული გამოცემა აი 100 წლის წინ და მან იქაც ეგრე წერია რომ იუმორი ორი სახის არის ღლიცინი და არის ნამდვილი იუმორი რომელიც შეიძლება იმდენად მწარე იყოს რომ ცრემლზე მეტადაც წვავდეს და რამდენად შეიძლება რომ ამ მოცემულობიდან ამოვიდეთ რომ არსებობს ცუდი დრო და კარგი დრო სიცილისთვის და ხუმრობისთვის და ხო აი მაგ ამბავს როგორ უყურებ რა რამდენად გგონია რომ სიცილი შეიძლება პირიქით რეალობასთან დაბრუნების ეფექტური საშუალება იყოს ისე პირველი სპეციალი რომელიც ვერ გადავიღეთ, მაგრამ ღონისძიების სახით ქონდა იყო ონისესი და ერქვა ცუდი დრო კომედიისთვის იყო 2020 თუ არ ვცდები რომელიც თავის მხრივ ბრეხტის გავლენით არის ცუდი დრო პოეზიის. ან 2021-ში, საშინელება ხდებოდა ომები ისინი ასენი და ხო, მაგრამ როგორ გითხრა, ერთი მხრივ ძალიან როგორ ეგრეც ითვლება, რომ ძალიან ნაყოფიერი არის ხოლმე ცუდი პერიოდები კომიკოსებისთვის რა თვითონ. შეიძლება მაგით აღიხსნება, რომ როცა ძალიან პოპულარული მდიდარი და მდიდრები ხდებიან კომიკოსები და ავტორიტეტი აქვს, მე აღარ არიან ხოლმე ისეთი სასაცილოები, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს როგორ კარგად ცხოვრობ. რაღაც ამ თვალსაზრისით ყველას აინტერესებს მაგას შეიძლება ელიან რა არ ვიცი ისეთი ამია აი რაღაც დონემდე საჭიროა სირთულეები ალბათ რომ დაჯდე და კომედიის წერა დაიწყო არა გაცნობიერებულად რა თქმა უნდა მაგრამ აი დაახლოებით შუა საუკუნეებში სადაც წაკითხული მაქვს, რომ ერთ-ერთ მონასტერთან საფყარი მოთხრობები ისხდნენ შემწეობას ითხოვდნენ და ყველა არ იყო საფყარი და ხეიბარი და რაცა სინგურის და მაყულის წვენს ისხავდნენ, რომ ხალხს დაეჯერებინა მათი ავადმყოფობა და მე ესეთი ისტორიაა, რომ წმინდა მარტინი გამოჩნდება ამ ტურინის მონასტერში და განკურნავს და ეს საფყარი მოთხრობები გარბიან, იმიტომ რომ არ უნდათ რომ განიკურნონ, იმიტომ რომ დარჩებიან შემოსავლის გარეშე და მე ის მოწყალებას გაიღებს, რომელი მოწყალებაც რაც სასჯელი იყო და ესენი განიკურნებიან რა. ხო და რაღაცა თვალსაზრისით ეს ნახევრად ხუმრობით ნაყოფიერი ნიადაგია იმისთვის რომ იცინო, იმიტომ რომ ხანდახან ყველაფერი ისე ცუდად არის, რომ სიცილის გარდა არაფერი არ გრჩება რა. მე მაგაზე ეს მახსენდება სიცილის გარდა არაფერი გრჩება ერთი და გამკლავების ძალიან კარგი გზა ჩემთვის იყო აქტიური აი დეკემბერში რომ ძალადობრივი აქციები იყო მაშინ მოკლედ მთელი ღამე მუშაობა მიწევდა ველიდან და
მუდმივად მესმოდა ეს ხუმრობები რა, ადამიანები მაგალითად, გაუშვეს წყლის ჭავლი, რომელიც მე საწამლავიანი აღმოჩნდა, თურმე გაუშვეს წყლის ჭავლი, ხალხი ხუმრობს, შეიძლება ზოგი ძალიანაც გამწარებულია, მაგრამ მუდმივად აი ეგეთი კრიტიკული მომენტები თითქოს ამძაფრებს იმ მოთხოვნილებას, რომ განმუხტო სიტუაცია და მაგ დროს პირველი გახსენდება ეგ რაღაცა. ხუმრობა, რომელიც შეიძლება შენ თვითონ საერთოდაც არ გაცინებდეს, მაგრამ სხვებზე ამიმართული გინდა რომ რაღაცნაირად ეს განწყობა განმუხტო და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ეგეთი, ვინც მოკლედ გაივლიდი ამ სივრცეში, სხვადასხვა ადგილას მიდიოდი და აბსოლუტურად ყველა რაღაცას ხუმრობს და ზოგი რეჟიმზე ხუმრობს და ზოგი ფაქტს დასცინის, რომ ვიღაცა წყლის ჭავს შენსკენ უშვერს და მაგ გზით რაღაცნაირად თითქოს აი ამ ძალაუფლებას ანეიტრალებს რა. ხო და ძალიან ესეთი ლამაზი აქტები იყო, რასაც ვაკვირდებოდი მაგ დროს აი ველზე ყოფნისას, მაგრამ აი ალბათ აი რავი ყველასთვის ნაცნობია, როცა ეს კოლექტიური რაღაცა ამბავი, დიდი ამბავი ხდება და ხოლმე ეს სიცილიც და ღლიცინიც და Facebook პოსტზე და რაღაცნაირად დიდი აურზაური იწყება ხოლმე და ეს სიცილი რაღაც ამბავზე, რომელიც შეიძლება თავის თავში სიმძიმესაც გულისხმობდეს, შეიძლება კორუფციის, აი ახლახან ღარიბაშვილის ამბავი რო იყო, კიდე მაშინაც სამკაულებზე ძალიან ბევრი ვიცინეთ ხალხმა და აი ამ რაღაცა კოლექტიური სიცილის ეფექტზეც უნდა გკითხო და რამდენად შეიძლება რომ ეგ იარაღი იყოს იმ საზოგადოების ხელში, რომელსაც სხვა იარაღი პრინციპში ძალაუფლების წინააღმდეგ არც აქვს რა, ანუ სიცილი აქვს და მორჩა. რამდენად მძლავრი იარაღად გესახება მაგ ნაწილში. როგორი რაღაცა იცი, უძალოთა იარაღია სიცილი, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ სასოწარკვეთიდან მოდის, შეიძლება არც ისეთი ეფექტური იყოს, როგორც თქვით, თუ სხვა რაღაცა ავტომატს, რაც რიყის ქვით ვერ დაუპირისპირდები და არის ხოლმე ხშირად ეს რიყის ქვა იუმორი და მე პირადად კიდევ ის არის, რომ ზოგჯერ ალბათ ღიზიანდება ხალხი ზოგიერთი, რომ ხალხო სერიოზული თემებია, მოდი ღლიცინებთ რაღაცა თვალსაზრისით. მაგრამ ერთი არის ხოლმე, რომ შეიძლება იყოს კომედია რაღაც თვალსაზრისით არის funny way to be serious, რაც როგორ თარგმნო, როგორც არის და სახალისო გზა იმისთვის, რომ სერიოზულ რაღაცებზე, ხო, როცა ხუმრობ, არნიშნავს, რომ მხია სამხიარულოდ ვამბობ ამ ყველაფერს. ნებისმიერი გზით შეიძლება კიდე ის არის, რომ იმდენად მიჩვეული ვართ აი კონტენტს, რასაც ვუყურებთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს სახალისო, ჩვენი ძალიან სერიოზული არ ვიცი, კომენტარი, რაცა თქვათ როგორ წამლავდნენ, თქვათ აქციების დროს, მაგაზეც კი რაღაცა ვალდებულებას გრძნობ, რომ გაართო აუდიტორია შენი. და შეიძლება აქედანაც მოდის ეს რაღაც კუთხით გადაჭარბებული იუმორის რაოდენობა ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიც რაც შარშანდელი ოქტომბრი-ნოემბრიდან ხდება. კი ბატონო, ხო და ეგ აურზაური და გაურკვევლობა და რაღაცა ეს კოლექტიური რაღაცნაირად სიცილი გამოგლოვება კი არა, ანუ აი სიცილით აი ჩემ დაკვირვებით ეგრეა, რომ გასვენებაში სიცილია რა. აი გასვენებაში სიცილია, კი და ალბათ გასვენებაში კიდე ყველაზე მეტად მძაფრდება ხოლმე ეს სასაცილო დეტალები და ძალიან გამოგლოვაა სიცილით, ასე რომ ვთქვათ, ძალიან სასაცილო ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ არის, რომ ეგ საერთო ქაოსი და სიცილი და აბსოლუტურად ყველაფერზე ღლიცინი ერთია, მაგრამ მაგას მეორე ემატება და აი წეღანაც ეპიზოდის დაწყებამდე საუბრობდით გარეთ, რომ რაღაცნაირად ადრე იყო ესეთი ტროლ ბოტები და პეიჯები იყო, რომლებიც ხოლმე ძალიან სტრუქტურიზებულად, წინასწარ მომზადებულად დაიწყებდნენ ხოლმე კამპანიებს ადამიანების გასაშავებლად, დასაცინად, კილიკისთვის და რაღაცნაირად იმ საფუძვლის შექმნისთვის, რომ ვიღაც ადამიანი და მისი სიტყვა საერთოდ სერიოზული არ არის. ეს შეიძლება და ყოფილიყო ერთეული ფიგურა, შეიძლება მაგალითად მაგისი მაგალითი გავიხსენოთ, როცა ხელისუფლება ესე ცდილობს, რომ დაქცინოს ტერმინ აკაცუკით მაგალითად და კიდევ ბევრი სხვადასხვა მცდელობა და აი იმის თქმა მინდო
მინდოდა რომ ეს ტროლბოტ პეიჯების როლი ბოლო დროს ბევრად უფრო ჩაიწია რა. თითქოს ეხლა მაგალითად პირდაპირ კობახიძეს შეუძლია რომ დაქცინოს ბრიფინგზე რა და ისეთი საჭირო აღარ არის რომ ეს რაღაცა ტროლბოტები და ეს პეიჯები ეგრე აქტიურად და მაგდენ ფულს ხარჯავდე მოკლედ ამ პეიჯებზე, როცა შენ შეგიძლია თვითონ იყო ის ადამიანი რომელიც დასწრის. აი და მაგ საერთო მცდელობას მოკლედ რომ მოვლენები გააშავოს, ადამიანები გააშავოს, აი ჰაჰაგანდას ეძახიან. არ ვიცი რამდენად ფეხმოკიდებულია და მე სულ ცოტა ხნის წინ გავიგე რომ საერთოდ ეგეთი რამე არსებობს. ახლა პირველად მესმის. ხო, აი ეს ჰაჰაგანდა და რომელიც თურმე გულისხმობს აი ესეთ წინასწარ განზრახულ და თანმიმდევრულ მცდელობას, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო აქტორებმა გააშავონ და ხო ისა დასცინონ მოკლედ მოქალაქეებს რა. ხო და ჩემი შეფასებით ეგ არის განსაკუთრებით შემზარავი, როცა ძალაუფლების მქონე ეს რაღაცა ფიგურა, რომელიც ზემოთ დგას, დაქცინის რა და მაგაზე რეაგირების თუ მაგაზე გამკლავების გზა როგორი შეიძლება იყოს. პრინციპში მგონი კითხვა არც იყო, უფრო ის იყო რემბლინგი თელამობაზე. ეგ უკვე რა დაუძახე? ჰაჰაგანდა. პროპაგანდის ხო, ნუ ეგ კიდე ერთი გზა არის, რომ მაგათ დისკურსი რო ვერ შევქმნათ რა. ნუ ადრე რა ყოველთვის როგორც იყო, როცა ვიღაცამ არ გინდა, ნუ ვერ უგზალა საუბარს, მაგრამ არ გინდა რომ ის საუბარმა დისკურსი შექმნას, მაშინ მიტყვი რომ ის არის შეშლილი, რაღაცა ცუდი ყოფაქცევის, ასე შემდეგ, ისეთი ადამიანი, ვინც რაც არ უნდა გამართულად, ლოგიკურად და არგუმენტირებულად ელაპარაკოს, საფუძველში ის აქვს, რომ მას ვერ ენდობი და ვერასდროს ვერ შექმნის დისკურსს. ის ფენომენი კარგად აღნიშნეს, სხვა შორის არ დავკვირვები ვარ მაგას. ძალიან უცნაურია, რომ ზემოდან ქვემოთ დავქცინიან, იმიტომ რომ როგორც წესი ქვემოდან ზემოთ დავცინით ხოლმე. ყოველთვის ესე იყო, იმიტომ რომ ეხლა რომ წარმოიდგინო ისევ აი ჩვენ რაღაცნაირად კომიკოსები, სტენდაფერები თავს არჩება ჩემ თავზე უნდა ველაპარაკო, მე პირადად ძალიან ვაიგივებ ხოლმე თავს ჯამბასთან. როცა სცენაზე მეშინია რომ ახალი რაღაც ვცადო იმისთვის რომ რაღაცა მასხარა არ გამოჩნდა, მე ჩემ თავს ვახსენებ რომ მასხარა ვარ კიდევაც. ზედმეტად სერიოზულად როცა უდგები თავს მაგას. იცი არის ახალი რაღაცის ცდა რომ მინდა ცოტა როლიდან გამოსვლა და აი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავიყენო თავი და მეთქი ანუ რატო მასხა პირდაპირ მნიშვნელობით მასხარა ხარ. ეხლა მასხარას პრინციპი რა იყო ეს სამეფო კარზე რო ყავდათ მასხარები, რავი ერეკლე მეფესაც ყავდა და ყველას ყავდა, ხო? რა იყო მაგათი ფუნქცია, რომ ხარ მაშინ როგორ ეხლა არაპოლიტკორექტულია შევამის ხომ, მაშინდელი გადმოსახედიდან თქვა ხარ ჯუჯა, შეიძლება თქვა ჯუჯა, არ ვიცი პოლიტკორექტულია თქვა. პრინციპში შეიძლება ეგრე ანუ ჯამბაზი რა როგორცაც წარმოიდგენ რაღაც როგორც მაშინ უყურებდნენ რაღაცა გენეტიკური კურიოზი რაღაცა ბუნება გაერთო ასე შემდეგ ჩააცმევდნენ ხოლმე რაღაც ესეთი რეგალიებს ვითომ მეფე იყო და მხოლოდ მას ჰქონდა უფლება რომ მეფესთან ეხუმრა იმიტომ რომ მეფეს თანასწორი ვერ ეხუმრებოდა და დღეს ახლა როგორ შეიცვალა რომ არ არის აუცილებელი დღეს თქვათ როგორ გამოიყურები, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აი ამ ქვემოთ ჩამოსვლას იერარქიულად, ანუ როცა ეხა მეფეებს აღარ ველაპარაკებით, ეხა რაცა ჟურნალისტებს, NGO-შნიკებს, რაცა კბილის ექიმებს და ასე შემდეგ მათ ველაპარაკებით, მაგრამ მაინც ქვემოდან ზემოთ უნდა ველაპარაკოთ, როგორც და მაგ ქედან მოდის აი ეს self-deprecating რაც. ანუ ყოველთვის გამოვდივარ და ჩემ თავზე ხუმრობ, ყვები როგორ ვერ ვარჯიშობ, როგორი ცუდი ურთიერთობა მაქვს შეყვარებულთან, როგორ დამშორდნენ, როგორ დავკარგე სამსახური, ასე შემდეგ. ანუ თითქოს აი ეს ბალანსი რაც უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ უნდა იყოს დაცული სცენაზეც. და მაგიტო ყოველთვის ქვემოდან ზემოთ დავცინოდით მაგ ტიპებს და ეგრე მიემართებოდა ეგეთი იერარქია ქონდა და ტრაექტორია მიუმორს და მართლა შემოძრწუნებელია რაღაც თვალსაზრისით, რომ
და ალბათ არავისთვის კომფორტული არაა, როცა ადამიანი, რომელსაც ამდენი ძალა უფლება აქვს, მასხრად იგდებს იმ ადამიანებს, გადასახადის გადამხდელებს, ვინც მათ შეიძლება რაღაც ეტაპზე ხმა მისცა და ნამდვილად საინტერესო ახალი ფენომენია ეგ, რომ ამდენი ძალა უფლების ხალხი გვეღლიცინება ეკრანებიდან. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ დაცინვა სჭირდებათ. ეგრე გამოდის და ალბათ ეგეც საინტერესო დეტალია, რომ რატო უნდა სჭირდებოდეს დაცინვა და დაცინვა თუ სჭირდება, ესე იგი რაღაც ყველაფერი არც ისე არხინად არის, როგორც შეიძლება ეს ჩანდეს. აი ეს ძალიან საინტერესო დეტალი ახსენე ეთიკურ ნაწილზე რა, მათ შორის ახლა რა შეიძლება იყოს ხუმრობის ხერხემალია, რაზე შეიძლება იდგეს. აი მაგალითად აღნაგობა, ადრე რა გაგებაც იყო, რომ შეიძლება ეს ამად იქცეს ადამიანის აღნაგობა, წონა, კანისფერი თუ სხვადასხვა რა. ხო და ეგ მიდგომაც და ეთიკური ნაწილი, ანუ რა შეიძლება იქცეს ასე ვთქვათ ხერხემალად ხუმრობის. ეგეც ძალიან იცვლება, მე ჟანრობრივად ალბათ უფრო თუ ჩავშლით სხვადასხვა და ეხლა მაგალითად როუსტი როუსტში ბევრად ფართო ექსაზღვარი, სად შეიძლება შეხვიდე და პირიქით ყველაზე ისეთ აშკარა და რასაც იუმორის სხვა ჟანრი არ შეეხება, შეიძლება იმ სივრცეებშიც შეხვიდე. აი ამ არ ვიცი, პირადად შენ როცა მაგალითად მუშაობ ტექსტზე ან რაღაცა რუტინაზე, მაგის ნაწილი რამდენად არის აი იმის ხუმრობის ეთიკური ნაწილის გააზრება რა. ხო, აი როგორია ეგ პროცესი? ხო, ეხლა რა შეიცვალა? აი ესე პირველ კითხვას რო დაუბრუნდეთ, აი მე რაც მახსოვს ხოლმე, ძირითადად რაც ჩამოთვალე, რაზეც იცინოდნენ ადამიანები წონაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ვიღაცა მამაკაცი თუ ფემინურია ამაზე, ასე შემდეგ, თუნდაც ფიზიკურ ნაკლზე. ეხლა ის შეიცვალა, რომ ეს ადამიანები, ვიზეც იცინოდნენ, ეხლა ჩვენ ვხუმრობთ. ანუ მაგიტო როგორ შეიცვალა სცენა, იცი? ეხლა თავიდან რომ დავიწყე სცენების კეთება, ერთ-ერთი პირველი ვინც ყურადღება გამოიჩინა მედიის მაგვარმა რაღაცა იყო ჯიპა სტუდენტებმა მაგააკეთეს რაღაცა პატარა დოკუმენტურივით რა, ინტერვიუ ჩამოგვართვეს და ასე შემდეგ. და პირველად მაგათმა გაამახვილეს ყურადღება, რომ როგორც აქტივიზმი. თავიდან არ მივაქციოთ ყურადღება, შეიძლება უბრალოდ თავიდან ყურადღება გაგვიხარდა რაღაც ამბავში და მე ვინც კი მოდიოდა რადიო თავისუფლება იქნება თუ ნებისმიერი სხვა მედია, ყველა ამ კუთხით გვისაუბრა კითხვებს და რაღაც მომენტში გავღიზიანდით, რომ რავი, აი ხა მუსიკოსი რო აიღო, ხო არ წერს რაღაცა Rage Against the Machine ისე სიმღერას, რომ მოდი პოლიტიკურ სიმღერას დავწერ უბრალოდ რაზეც ემოციურად. ხო, რაც რის მიმართაც არის ემოციური და ინტერესი საიდაც აქვს და გონება წერს იმას. და ჩვენც ახლა არავინ არ ზის და მოდი მე აქტივისტურ იუმორს დავწერ, რაღაც იდეაში არ არსებობს, მე მგონი ეგეთ რაღაცა. განზრახ არ აკეთებ, მაგრამ რა შეიცვალა, რომ მე თუ არ დევნილი, მე თუ არ ხეიბარი, მე თუ არ რაღაცა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ასე შემდეგ, გამოვდივარ და უბრალოდ ჩემს პრობლემებზე ვლაპარაკობ, ხო? და მე ისე აღმოჩნდა, რომ ეს პოლიტიკური თემებია. შეიძლება ახლა მე რო გითხარი სტენდაპერების სახელობით ვილაპარაკე, ახლა კიდევ უფრო შევავიწროვე, ჩვენი კომედია არის late night რაღაცა, ანუ 9 საათის შემდეგ მოსასმენი კომედია არის და შეიძლება ამიტომ გროვდება ეს თემები, თორემ კომიკოსები არიან, რომლებიც მარტო იმაზე ლაპარაკობენ აეროპორტში როგორი ცუდი საჭმელია. და ყავს კიდევ, ანუ კარგზე და ცუდზე არ არის. მაგრამ ვიღაცები სპეციალურად არ აკეთებენ ეგეთ ხუმრობებს, იმიტომ რომ ის დამოკიდებულება აქვთ, რომ ხალხი რო ბარში მოდის სამსახურის მერე იმას დევნილების პრობლემები არ აინტერესებს და უბრალოდ რაღაცაზე უნდა რომ გული გადააყოლოს. მეორე უბრალოდ რაც სხვაზე ვერაფერზე ვერ დაწერს რა, რაც ეწერება, იმაზე წერს. ხო და ორივე ტიპის კომიკოსები ყავს იდეაში და თავის თავად გამოვიდა
ასე. თავიდან გვაღიზიანებდა ეგ სიმართლე გითხრა, მაგრამ მე იმდენად შევეგუეთ და დღეს ამასწინათ ჩვენი ერთი კომიკოსი ამბობდა, რომ უკეო ყველა კომიკოსი პირდაპირ მნიშვნელობით აქტივისტად იქცა უმეტესობა და კომიკოს აღარ მაწერენ, აქტივისტს მაწერენო რა. რაც იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება სიტუაცია და ყველა იმას დაუბრუნდებით, რასაც ვაკეთებდით და არ მოუწევთ სტენდაპის კითხვა პატრულის თანამშრომლებისთვის ან ასე შემდეგ, რასაც აკეთებენ რა. კი ბატონო. აი ახლა წაღან რო ახსენე, რომ ზოგი ხუმრობს უბრალოდ აეროპორტის საჭმელზე, რაც შეიძლება ისე იხუმრო აეროპორტის საჭმელზე და შეიძლება მთელი საათიანი რუტინა ისე აწყო აეროპორტის საჭმელზე, რომ გაუჩერებლად იცინო სავარაუდოდ. მაგრამ თავისი არსით ის რასაც პოლიტიკურ შინაარსებს იტევს და რაც უბრალოდ არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები უბრალოდ გააცინოს ზედმეტი ფიქრის გარეშე. ორივე სიცილს იწვევს და ორივე თანაბრად აქვს ადგილი ალბათ იმაში. აი მე რასაც მივდიოდი ამ კითხვით ახლა. ორივე ის არის. რატომაც არ არის რომელი ის არ არის რაღაც სახელმძღვანელო, რომ ასე უნდა აკეთო კომედია ასე. მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ჩვენი საზოგადოება ვინც ვართ აქ, ვინც ვაკეთებთ, გამოდის, რომ ისეთ თემებზე ვლაპარაკობთ, რაც აუდიტორიისგან აღიქმება როგორც პოლიტიკური იუმორი. და პოლიტიკური იუმორი და ხუმრობა პოლიტიკაზე ძალიან სხვადასხვა რაღაცა. ეხლა წინა ანტენაში მქონდა open mic-ი, ბოდიში ბევრ ინგლისურ სიტყვას ვიყენებ, უბრალოდ ქართული შესატყვისები არ გვაქვს და მეტიც სრულად გამოჩნდება. ახლა ეგ ფენომენი, ახლა ღია მიკროფონი ფენომენი, როგორც ფენომენი არ არსებობს საქართველოში. ჩვენ კი ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ ეხლა one-liners-ოს ხარტულა დაუძახო, ძალიან მეტიც სრულად გამოჩნდება. ასევე რაღაც punchline-იც როგორ შეიძლება ქართულად თარგმნო. ხო, რთული ამით უმეტეს ეხლა და არც არის აუცილებელი, მაგრამ ის არის რა ქვია, ზოგიერთი ღიზიანდება ხოლმე, ეხლა ჩვენ პოდკასტიც გვაქვს და იქაც ხშირად შენიშვნებს გვაძლევენ ხოლმე მაგას. მაგრამ არ არის ფიზიკურად რა. აი იცი იმის თქმა მინდოდა უფრო რომ აი მაინც თავარი ყოველ შემთხვევაში ჩემთვის როცა მაგალითად რაღაცა იუმორისტულ პროდუქტს ვეცნობი ჩემთვის თავარი ეგ არის რომ დავინახო ადამიანი რა მოტივაციიდან მოდის აუდიტორიაზე ზრუნვის მოტივაციიდან მოდის აი მაგალითად თუ ადამიანს უნდა რომ დღისით მძიმე სამუშაოს შემდეგ ღამე რომ მივა და რაღაცა უნდა რომ სუბუქად იცინოს ეგ არის აუდიტორიაზე ზრუნვიდან წამოსული ისევ რა მაგალითად პოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარ შინაარსი როცა სცენაზე გამოაქვს ადამიანს, მანდაც ანუ აი აუდიტორიასთან ამ ბმას ამყარებს და იმ საერთო სივრცეს ქმნის, მაგრამ ალბათ ხო ეგ არის რა, აი არიან კომიკოსები, რომლებსაც ვერ ვიტან, იმიტომ რომ მუდმივად მათ მგონია რომ მუდმივად საკუთარი ეგოსთვის ხუმრობენ და არა აუდიტორიისთვის, რომელიც არის. და მე თითქოს შენ უნდა მიხვიდო კომიკოსთან, არა კომიკოსი მოვიდეს შენთან, ანუ საერთო სივრცეს კი არ გიქმნის, ანუ თითქოს შენ მუდმივად ხარ აი ამ რაღაცა, მუდმივად ზემოთ უყურებ ამ კომიკოსს რა, თანაბრად არასდროს არ აღიქმები და ალბათ ეგ არის ხო რა, ანუ თავარია რომ ადამიანი რა მოტივაციიდან მოდის, კომიკოსი რა მოტივაციიდან მოდის და როგორ აყალიბებს სათქმელს რა. ეხლა მაგაზეც ვისაუბროთ, ეხლა მივხვდი რომ წინა კითხვაზე არ გიპასუხე, შემკითხე, ანუ როდესაც წერ ვითვალისწინებ თუ არა, მაგალითად ვარ თუ არა პოლიტიკო, ვცდილობ თუ არა ვიყო პოლიტკორექტული, გავითვალისწინო თუ არა რაღაცა სიტუაცია ვისთვის ვლაპარაკობ და ასე შემდეგ. მე სიმართლე გითხრა, არ მაქვს ხოლმე მაგის პრობლემა, მაგრამ გააჩნია უყურე, მე ვიცი რა აუდიტორია მოდის. და ვიცი რომ იდეოლოგიურად მეტნაკლებად ვემთხოვი. მაგრამ და არ მიწევს ფიქრი, მაგრამ რომელი ვიდეო დავდო სოციალურ ქსელში, სადაც ყველა ნახავს აქ, ეხლა მაგალითად ის რაც შენთვის და ჩემთვის, თქვათ არის პოლიტკორექტული, ის შეიძლება პოლიტკორექტულობა მაგალითად დედა ჩემისთვის ან დედების თაობისთვის ის იყოს რომ მე არა პოლიტკორექტული იყოს რომ მე რელიგიაზე ვიხუმრო, მეფეებზე ვიხუმრო, ვეფხისტყაოსანზე ვიხუმრო. არა, იქ დავჩერთ რა, მაგალითად, ჩვენ აუდიტორიაზე რო ვისაუბროთ, არასდროს არ მქონია ხოლმე პრობლემა, ხან არის ხოლმე რომ ტერმინის გადამოწვევა მიწევს, რომ ნახო
რა არის ამისი ქართული შესატყვისი და როგორ შემიძლია თქვა, რაც არანაირი პრობლემა და ძალისხმევა არ არის და ნორმალურია. მე ეს მაქვს ხოლმე, რომ თუ კომიკოსი, მე ზოგადად ხა კომიკოსთან როგორც კომიკოსი რა ხომ საუბრობ, პოლიტკორექტულობა ძალიან სუდი რაღაცა ზოგადად იუმორისთვის, ხო? იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით ცენზურა არის და ცენზურა ყოველთვის ემსახურება სტატუს quo-ს. რაც კომიკოსი პირიქით აკეთებს, რომ რაღაცა გაბატონებულ რაღაცებს, რაც იმდენჯერ გავიმეორეთ, რომ უკვე მნიშვნელობა დაგვავიწყდა და საღი აზრი მგონია, შენ უსვავ კითხვას, გაუცნაურებ და ის აცნობიერებს, რომ ხო, არც ეგეთი საღი აზრი შეიძლება ანუ რომ ოდესღაც რაღაცა კონსტრუქტი იყო ის და უბრალოდ ხშირი გამეორების გამო დაგვავიწყდა, საიდან დავიწყეთ ამის კეთება. ხო და მაგ ამბობს თავისებური დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს პოლიტკორექტულობაზე, მაგრამ კიდე ერთი ის მაქვს, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვათ არ ითვალისწინებს, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ჩემთვის, როგორც კომიკოსისთვის გმირია და როგორ გაბედა. ერთადერთი ის მაქვს ხოლმე, რომ თუ გადაწყვეტ მაგის გაკეთებას, მერე ნუღაც უზუნებ. ანუ თუ იტყვი, აიღე პასუხისმგებლობა და მე აღარ დაიწყო რომ მაქენსელებენ და ასე შემდეგ. ეგ არის რისკზე წასვლას თუ გადაწყვეტ ხო? ხო, პასუხისმგებლობა აიღე შენს ნათქვამზე, ზრდასრული იყავი და ის ბავშვი არ იყო მზეს რო წერს, ხატავს მერხზე და ყველა ვიცით რაც არის და მან თან ვერ გამოეკიდები რა, ხო ხვდები. ანუ არ მიყვარს ხოლმე თუ რაღაცას ამბობ, მირჩევნია პირდაპირ მითხრა ეგრე გულწრფელი მაინც იქნები და გულწრფელობა ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური არასდროს არ არის რა. ხო გირჩევნია პირდაპირ იცოდე დამოკიდებულებები და იმაზე რასაც ამბობდი ხა კონტექსტი და რა პოზიციიდან ლაპარაკობს კომიკოსი არის გადამწყვეტი. რაღაცა კომიკო აი ზუსტად ერთი და იგივე ხუმრობა ჩემგან და შენგან ძალიან სხვადასხვანაირად გაიჟღერებს და ამას თვითონ კომიკოსი უნდა ხვდებოდეს, იმიტომ რომ ეხა ბავშვი ელაპარაკები ენას იჩლეკ ხო რაღაც და ჭიტას უკეთებ და უნდა იცოდე რა აუდიტორია ყავს, ანუ თუ არ იცი რა აუდიტორია ყავს, ესე იგი რეგისტრსაც ვერ გზნობ. მე იმას არ ვამბობ, რომ ეხა ზოგ აუდიტორიას, ზოგი ნელი აუდიტორია, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი. მაგრამ ზოგადად ვის ელაპარაკები რა. ხოდა მქონია ხოლმე ეგეთი ძალიან უცნაური open mic-ზე მით უმეტეს ვისაც ყველას შეუძლია გამოსვლა, აი ძალიან არაადეკვატური რაღაცებით მოგვისმენია სცენაზე. უბრალოდ მაგას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რა. და არც გავაკონტროლებთ, იმიტომ რომ ეგ არის პრინციპი. ეგ თავისთავად, მაგრამ აი შეიძლება იმის პასუხად რომ მაგალითად შეიძლება, აუდიტორია რომ თავისთავად უნდა შეარჩიო და მნიშვნელოვანია. მაგრამ აი შეიძლება რამდენად შეიძლება რომ ხუმრობა მოიტანოს ზიანი, რამდენად შეიძლება რომ ის ადამიანისთვის იქცეს რაღაც ისეთად იმის საპირისპიროდ რისთვისაც შეიძლება ჩაფიქრებული იყოს და ხო აი იმის პასუხადაც წეღანო რაც თქვი რომ რაღაცნაირად ადამიანი უნდა ფიქრობდეს ახლა ბავშვს ელაპარაკება, დიდს ელაპარაკება თუ საერთოდ ვის ელაპარაკება და როგორ და მაგის პასუხად ვიღაცამ შეიძლება გითხრას რომ დამშვიდი უბრალოდ ხუმრობაა რა ხო და მაგის რამდენად შეიძლება ეგრე ვთქვათ რომ რაღაცა უბრალოდ ხუმრობაა რა აი საფრთხე თუ ზიანის მიყენების რაღაცა საფრთხეს რამდენად შეიძლება შეიცავდეს მოკლედ ხო მავნე ხუმრობები ალბათ არსებობს კი არსებობს ნამდვილად მაგრამ მანდაც ის არის ყველა შემთხვევაში აი მთელი სივრცე მანდ აქედან მოდის რომ წესებს ვერ შევქმნით რა ვინ უნდა დაჯდეს რა მე და შენ დავსხდეთ და შევქმნათ წესები ეგრე არ მოხდება მაგიტო რაც სასამართლოსავით უნდა მოხდეს რა რაღაცა ChatGPT-ს ვერ შევეკითხებით და რაღაცა ფორმალური ის ვერ გვექნება სახელმწიფო რა რისი თქმა შეიძლება და რისი არა მაგიტო ყველა შემთხვევა არის ცალ-ცალკე შემთხვევა და ზოგადად ვერ ვისაუბრებთ მაგრამ მომისმენია ხუმრობები რომლებიც მგონია რომ ძალიან მავნე იყო და მომისმენია ხუმრობები რომლებზეც ცუდი რეაქცია ყოფილა და მე ჩამითვლია რომ გადაჭარბებული იყო ეს რეაქცია და პირიქით სხვა რაღაცაზე იყო ეს ხუმრობა მაგრამ მე ხა ვერავის ვერ გადაუწყვეტ ვის რა ეწყინოს ხო ხვდები ანუ მე ვერავის ვერ ევეთყვი რომ
რატო გეწყინა, არ ვიცი, არ მაქვს არის ხოლმე რაღაცა აი პირადად გულზე რომ მოგხვდება ხოლმე ეგეთი ხოლმე მაგ დროს ვფიქრობ მე ხო არ მაქვს რამე კომპლექსი ამასთან დაკავშირებით რომელიც გაცნობიერებული არ მაქვს და კიდე იუმორის სტილზე არის ახლა რაზე ვინ რას დასცინის ძალიან ბევრს მეტყველებს თვითონ კომიკოსზე და ერთი ის არის რომ ეხლა მე ხო ის არ ვარ, რა ქვია, დოკუმენტურ პროზას ხარ ვლაპარაკობ და ის რაღაცა ჭეშმარიტებებს. ხან არიან ხოლმე რომ ფაქტობრივ რაღაცებს გისწორებენ და დევიდ ატენბორო ხარ რაღაცა ისტორიკოსი მჭირდება ხუმრობისთვის და ვამბობ, მაგრამ ერთი პრობლემა კი ეგ აუდიტორიიდანაც ძალიან უცნაური აი ამას წინა და აი ბოლო open mic-ზე პირამიდებზე ვლაპარაკობდი და მეთქი აი მონური შრომით აშენებული მეთქი რა და ვიღაცამ შემისწორა ეგო მონების აშენებული არ იყო და ნუ ახლა რა უნდა ქნა მეთქი რავი აბა ფრილანსერებმა აშენეს რაღაც მაგრამ ანუ მან რა არის რომ არ მევალება მე რომ ვიყო რაღაცა ფაქტობრივად სწორი ეგ და მეორეც ერთი მე რო სცენაზე რაღაცას ვლაპარაკობ რავი ზოგი ლაპარაკობს თავის ცოლზე და არ ყავს ეს ცოლი მეც რაღაცებს ყვები ანუ როგორი რაღაცა იცი პირა გაჩნია პერსონაჟი ყავს ვინ ლაპარაკობს მე ლაპარაკობ თუ პერსონაჟი მაგიტო გეუბნებ უნდა ეგ აი მაგიტო ვერ მიუდგებით ერთი წესით როგორ შევაფასოთ იყო თუ არა პოლიტკორექტული არა პოლიტკორექტული ტიპს უნდა იცნობდე რა აი Twitter-ზე X-ზე რას წერს ის თუ იცი მე სტენდაპის დროს რასაც ამბობ შეიძლება უფრო მეტი დამატებითი კონტექსტი მოგცეს და ამიტომ ძალიან რთული რაღაცა არის მან თქონდეს რაღაცა ერთი კონკრეტული აზრი კი ბატონო პრინციპში სასაუბრო ამბები და ბევრ რაღაც დეტალზე ისეთზე მნიშვნელოვანზე ვისაუბრეთ მაინც აი ერთსაც ალბათ იმის კითხვა შეიძლება ბევრი რაღაც ვისაუბრეთ როგორ შეიძლება სხვადასხვა საზოგადოება და სხვადასხვა ადამიანები აღიქვამდნენ სხვადასხვა ხუმრობა სხვადასხვანაირად როგორ განსხვავდება აუდიტორია ან როგორ განსხვავდება თვითონ იუმორისტის შინაარსი ხო და ამის მიუხედავად შეიძლება თუ არა ითქვას რომ იუმორი რაღაცა უნივერსალური ენაა რომელსაც ყველა საუბრობს თუ ეგეც ძალიან ისეთი დაქსაქსული და კატეგორიზებულია და არც ისეთი უნივერსალურია როგორც შეიძლება გვეგონოს ანუ უნივერსალურია იმ თვალსაზრისით რომ ყველა ხუმრობს და ყველა იცინის მაგრამ რაზეც ერთი ხუმრობს იმაზე მეორეს არ ეცინება და შეიძლება მეორე ტიროდეს ეგეთიც არის ხო ანუ აი ხანდახან თქვენ ხოლმე რომ რამე მე არაფერი არ მინახავს რამე გამომიგზავნო მეთქი ვერ გამოგიგზავნე არ ვიცი რა გიყვარ ანუ როგორ რაღაცა მუსიკა გამომიგზავნე რომ ითხრა არ ვიცი შენ რას უსმენ რაზე გეცინება ძალიან ისეთი რაღაცა არის რა ხო და აი თუნდაც რაღა ხა ყველა ადამიანზე და კაცობრიობაზე რომ ვილაპარაკოთ საქართველოში არის ხუმრობა რთული რა ძალიან რთულია აი მარტო ხუმრობა კი არა აი კომენტარებს ალბათ კითხულობ ხოლმე მეც ჩვევა მაქვს რომ კომენტარებს სულ კითხულობ და ხშირად მყავს ხოლმე ამ კომენტარებიდან პერსონაჟები ბევრი საინტერესო რაღაც მინახავს და ეხლა როგორც გითხარი თემატიკა მაინც ისეთია რა არ არის ეს აეროპორტში ცუდი საჭმელია და მაინც ბევრი რაღაცა აი ტრადიციული ქართველისთვის რომ მიუღებელია იმიტომ რომ ჩვენ ხო არ გვიყვარს ხოლმე რაღაც ჩვენ კულტურაზე კითხვების დასმა კითხვას თუ სვავ ესე იგი რაღაცა ეჭვები გაქვს და რატო გაქვს ეჭვები ხო აქედან ამოდის აი ძალიან ისეთი მაგალითი რომ მოგიყვანო ნინა დრამა რო იყო საქართველოს ჩამოსული დვალიშვილმა ჩამოიყვანა ეს გოგო ну დააყავდა რა კეთიკით და მე ვკითხულობდი სულ კომენტარებს დადებითი კომენტარები იყო უმეტესად და ერთი იყო რომ სადღაც აი ვთქვათ ბადიაურში ყავთ წაყვანი და თონესში აკრავს პურს არ ვიცი ზუსტად სად იყო და ერთი ხალი ერთმა ქალმა დაუკომენტარა რომ ესე ჩაცმულიო პურთან როგორ მიუშვითო რა ხო და მე ხა როგორც კომიკოსი შენ მასალას რო გადახედავ მე ხვდები რომ ხო რა თქმა უნდა
ყველა ქართველის ხატი არ არის ქალბატონი ალბათ, მაგრამ შენს გახსენდებოდა ეხა ეგეთი დამოკიდებულებები და მე რაღაც ხუმრობები მაქვს, მაგალითად ხუმრობა მაქვს, ასე ვერ მოყვები, ვერ დავდებ, მაგრამ არის 16 აყაიშვილზე რა. ოღონდ 16 აყაიშვილს ვახსენებ, ოღონდ 16 აყაიშვილზე არა, ეგ არის ქართველებზე ეგ ხუმრობა. და მე ყველა სათაოდ ვერ აუხსნი მაგას და ზუსტ არ ექნება. ისედაც ეგეთი ახსნა და დაწვრილმანება კლავს ხუმრობას და ხო, ნუ ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ არანაირი მოლოდინი თან რა არის, ხანდახან მგონია რომ ესმით რომ მაგაზე არ არის ხუმრობა, მაგრამ მაინც უნდათ რომ მაგაზე ცუდად გაიგონ, იმიტომ რომ ხშირად მაგ ხოლმე ისეთი შთაბეჭდილება რომ ძალიან ჭირდებათ რომ ვიღაცა არ მოსწონდეთ რაღაც თვალსაზრისით ის კი არა წუხებთ უფრო თვითონ რას წარმოადგენენ თავია ვიღაცა იყოს ვიც მათზე უარესია იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ეგრე არასწორად გესმოდეს რაღაცები მგონია რომ აი ძალიან დიდი თუ არა რაღაცა წელი ძალისხმევა მაინც აქვს მაგაში ჩადებული რომ ვიღაცას მტრად ხედავდნენ რა რომ მორალური უპირატესობა გქონდეთ რაღაც თვალსაზრისით ხო თან ხშირად ცუდი მოლოდინების გამართლებას ძალიან ვეძებთ ტრავმირებულ საზოგადოებებში და ძალიან მე გვიხარია კიდეც რომ როცა ჩვენი ცუდი მოლოდინები გამართლდება და ვიღაც კომიკოსი ახალგაზრდა კომიკოსი რო გამოჩნდება მე უცებ ხიხია თუ აღმოჩნდება იმიტომ რომ 16 აყაიშვილზე იხუმრა ძალიან ესეთი არა სასიამოვნოა იმიტომ რომ გამართლდა რომ ეს რაღაცა ხო აღმოჩენის სიხარო აჰა მომენტი აქვს ხო გეუბნებოდი არის ძალიან კარგი მომენტი ადამიანისთვის რა. პრინციპში კითხვების ამბავი სულ იყო, ძალიან საინტერესო იყო, ჩვენთან საუბარი. მე იმის თქმან დამატება თუ გინდა ან რამე შოუები თუ გაქვთ, რასაც გინდა რომ აუდიტორიას უთხრა. კი, გვაქვს punchline თერაპიის ჩაწერა გვაქვს 20-ში, 19-შიც გვაქვს, მაგრამ ყველა ბილეთი გავყიდეთ. გვაქვს open mic-ები ღია მიკროფონი, ყოველ ხუთშაბათს ანტენაში და შაბათს ეზოში, რომელზე გამოსვლაც ყველას შეუძლია. და თვის ბოლოს გვექნება showcase-ი. ეს არის უკვე წინასწარ დაწერილი გასაზღვრული გვაქვს კომიკოსები, დროის რაოდენობა, უკვე დამუშავებული მასალა და გვექნება ამირანში და ერქმევა ცირკი. და თუ რავი, შენ მე მგონი არ ხარ ბევრჯერ ნამყოფი და ბილეთსაც გამოგიგზავნე. მე ველოდები, როდის შემოვა საქართველოში roast-ი, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ჟანრი არის roast-ი, ძალიან მიყვარს მეგობრებსაც სულ ვაროუსტებ და მგონი ზედმეტად roast-ერად ვიქეცი და ველოდები ახლა სცენაზეც ვნახო roast-ები, იმიტომ რომ მე ჩვენ გვქონდა ცდილობები და ხო, საინტერესო იყო. ამას წინათ მოგთხოვეს, სხვათა შორის open mic-ის მოვიდნენ და რატო აღარ აკეთებთო. არ ჩაგვიწერია უბრალოდ გავაკეთეთ პაბ 44-ში ქონდა მცდელობა. კი ბატონო. მე შეგიძლია სადოში. კი. მადლობა მოკლედ ეპიზოდის სულ ეს იყო და დაელოდეთ მომდევნო ეპიზოდს სამშაბათს 7-ზე.